ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში ვართ. მეგობრები შემოგვიერთებიან. დიდხანს არ დაველოდებით, ვინც შეძლებს რომ გვიყუროს პირდაპირ ეთერში, თუ არა და შემდგომში ექნება საშუალება რომ ნახოს გადაცემა, თუ ამის სურვილი იქნება. ჩვენ დღეს მეგობართა ჯგუფს ვაცელებთ უცხოეთში და ამიტომ ქუთაისის აეროპორტიდან მიემგზავრებიან. ამიტომ ეს გადაცემა გზად შევჩერდით და არ მინდა რომ დაპირება რადგან იყო შეიცვალოს. ამიტომ რაიმე თუ არ არის რამე პრობლემა, თუ არის პრობლემა მომწერეთ, რაც შეგვეძლება, რასაც შეგიძლიათ გავასწორებთ. სამშვიდობის ქალბატონო ირმა, ქალბატონო დალე, მოგესალმებით ყველას. ჩემთან გამოსახულება კარგია. თუ ხმაც კარგად გესმით და გამოსახულება კარგია, მაშინ ვინმე თუ მომწერს ამას, ან იქნება რამე პრობლემა. დიდი მადლობა ქალბატონო დალე. ესე იგი, რადგან თქვენ ასე მწერთ, ხმა ისმის, გამოსახულება კარგია. ქალბატონი ქეთევანი შემოგვიერთა დღეს ქეთევანობა, ქალბატონ ქეთევან ქებულაძეს და საერთოდ ყველა ქეთევანს გილოცავთ ამ დიდ დღეს, ამ დიდებულ დღეს, დიდებული ქალბატონის დღეს. წერი რომ კარგად ისმის. ხვალ კიდე ჯვართამაღლება, ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში უნდა შევეცადოთ რომ დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ ქეთევანების მილოცვით, ისევ მივილოცოთ ყველას, მთელ საქართველოს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ხვალ დღე ჯვართამაღლების დღეა, ჯვართამაღლება ხვალ და ჯვრის მადლით უნდა გაიმარჯვოს საქართველოს. არ არის შემთხვევითი, როგორც ჩანს, მინდა ვიფიქრო ასე, რომ დიდი განწმენდა არის ალბათ დაკავშირებული როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და საქართველოს მოსახლეობის იმასთან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი დიდი ტრაგედია არ არის ეგ მარტო საქართველოს და ქართველების, არამედ ქართველების, აფხაზების და საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთათვის ძალიან მძიმე დღედ არის აღქმული. ეს დღე 27 სექტემბერი, მაგრამ მე მაინც იმედიან დღეს უწოდებ მას და მინდა ვიფიქრო რომ ჯვრის მადლით და ჯვრის ძალით გავიმარჯვებთ ყველანი, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებენ ქართველები, აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ყველა ეროვნების წარმომადგენელი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისით, რომ ტოლერანტობა იყო, ადამიანური და კეთილი ურთიერთობები იყო და ჩვენ ეს არათუ გვახსოვს, არამედ უნდა გაუფრთხილდეთ მას ყველანი და რაც შეიძლება
მოვეფეროთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გავიაზროთ, რომ პოლიტიკოსებს ნუ წამოვეგებით, პოლიტიკოსები ხშირად ვამბობ და გავიმეორებ, რომ ომი პოლიტიკოსების პურია და პოლიტიკოსებმა მოიგეს, ხალხი დამარცხდა, აფხაზების დამარცხდნენ, ოსების დამარცხდნენ, ქართველების დამარცხდნენ, პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში. დღეს ძალიან ბევრ პიროვნებასთან მქონდა საუბარი აფხაზეთიდან ტოლვილი დღეს ესე იგი ამ ოფისში თბილისის არტკოლში სწორედ ცეკვა სიმღერა აფხაზეთთან იყო დაკავშირებული და აფხაზეთის კულტურის სამინისტრო აკეთებდა, ქონდა შეხვედრა როგორც ხელოვნების წარმომადგენლებთან, ასევე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ყველანი კარგი ამბებიც გავიგეთ იმის თაობაზე, რომ აფხაზებთან ძალიან კარგად საუბრობ და ბევრი იქიდან პასუხობს, რომ მე კი თქვენ ბინაში ცხოვრობ, მაგრამ როგორც დაბრუნდებით, დავთმობ და გამოვალ და ანუ კეთილი ურთიერთობები ყალიბდება. ქართველებს და აფხაზებს, ნამდვილ ქართველებს, ნამდვილ აფხაზებს, ნამდვილ ოსებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ ქონდა. ყველაფერი ეს დაკავშირებულია პოლიტიკასა და პოლიტიკოსებთან. არ მინდა რომ ეს შესავალი გაგრძელდეს. თემა დღეს არის ორი და ორთავე ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩამოახალიბო, რომ იმიტომ რომ ასე განსხვავებულად არის პირველი საკითხის და მეორეც ძალიან გაბედულად, მაგრამ განსხვავებულად. შენი წესიერებაც, თავისუფლებაც და ობიექტურობაც მთავრდება მაშინვე, როგორც კი ხელისუფლების შეფასებას იწყებ სიმპათია ანტიპათიით, ნაცნობ ნათესავ მეგობრობით და არა მისი ქმედებების მიხედვით. საქართველოში ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ხელისუფალს არა მისი ქმედებების მიხედვით ვაფასებთ, არამედ ჩვენი ნათესავია კარგია, თქვენი მეგობარია კარგია, ჩვენ რაღაც გაგვიკეთა კარგია, არ გავკეთეთ არამე პირადად ჩვენ ცუდია, არ არის ჩვენი ნათესავი და არ გვეხმარება არაფერი ცუდია. სიმპათია ანტიპათიით პოლიტიკოსი არ ფასდება და ხელისუფლება არ ფასდება. როგორ შეიძლება რომ გიყვარდეს ხელისუფალი? ხელისუფალი არის მსახური. ასიეს თელ მსოფლიოში მიღებული და წარმატებით მიდიან ის ქვეყნები, სადაც ხალხი ფიქრობს, რომ ის არის ბატონ-პატრონი, ხოლო ხელისუფალი არის მსახური. საქართველოში მე არ ვიცი პერიოდი რა ასაკიც მაქვს, ყოველთვის ხელისუფალი ფიქრობდა იმას, რომ ის არის უფროსი. და ხალხი მას უყურებდა როგორც უფროსს და არა როგორც მსახურს. ეს არის ძალიან მძიმე რამ და ამასაც აფასებენ იმის მიხედვით, თუ პირადად მას რაც გაუკეთა. პირადად რა გაუკეთა ვინმეს და წამალი მოგცა, ნებსი ოპერაციის გაკეთებაში დაგვეხმარა, სასწავლებლად ვინმე გააგზავნა, გამოგზავნა, ეს არ არის ხელისუფლების შეფასება. ხელისუფალი არის ის, რომელიც ყველასთვის აკეთებს საქმეს და არა ერთეულებისთვის. ერთეულებისთვის საქმის კეთებამ დაანგრიეს ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტის დააკუცმაცა, დაანაწევრა და ვერ კეთდება დიდი საქმეები. როგორ შეიძლება რომ დღეს იყო ხელისუფალისადმი ყოფილი ამ 30-25 წლის განმავლობაში ყოფილიყავი, როდესაც ბიუჯეტში შესული 1 ლარს არასდროს 1 ლარის საქმე არ გაუკეთებია. 15-20 თეთრი საქმეს აკეთებდა ყოველთვის. ლაპარაკია 15 წლის წინ, 20 წლის წინ, 25 წლის წინ, 92 წლიდან ეს ასე მოდის. ეხლა ვინმე თუ იკითხავს, რომ მე არ ყოფილვარ ცენტრალურ ხელისუფლებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას ურჩევთ, რომ ვიდრე რაიმე შეფასებას გააკეთებდეთ ჩემთან დაკავშირებით, არსებობს ასეთი საიტი www.tetreb.org. შედით აქ, დაწერეთ გვარი, ვთქვათ, ჩემი დამოკიდებულება, ვინ იყვნენ ხელმძღვანელები, შევარდნაძეზე, მოსაზრებები შევარდნაძეზე, მოსაზრებები სააკაშვილზე, მოსაზრებები ივანიშვილზე. ამოგიგდებთ, თუ სადმე კარგი მაქვს ნათქვამი შევარდნაძეზე, სააკაშვილზე, ივანიშვილზე, ნახავთ, ჩემი შეფასებები როგორია. ამიტომ მე მაქვს იმის თქვის უფლება, რომ ჩემი შეფასების მთავარი კრიტერიუმი იყო არა ის, რომ მე როგორ ვიყავი და როგორი მდგომარეობა მქონდა,
არამედ როგორ მდგომარეობაში იყო ხალხი. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოსახლეობისადმი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მკვდარია. ხელისუფალი ბატონობს და ბატონობს იმაზე, ვინც ბატონ პატრონია ამ ქვეყნის და ხელისუფალმა მსახურად გაიხადა, ხელისუფალი უნდა იყოს მსახური და მისი პატრონი გაიხადა მსახურად. ესაა ჩვენი ამ ხნის გამოცდილება. მე რატომ გითხარით, რომ აი რატომ არის ეს სათაური, რომ შენი წესიერებაც, თავისუფლებაც, ობიექტურობაც თავდება მაშინვე, როგორც კი ხელისუფლების შეფასებას იწყებ შენი სიმპათია ანტიპათიით. თუ მოგწონს კარგია, თუ არ მოგწონს სუდია. თუ შენ ნაცავია კარგია. თუ რამე გაგიკეთა კარგია. შენ თუ რამე გაგიკეთა, თუ არ გაგიკეთა სუდია. ეს როგორ შეიძლება ასე ხელისუფალი შეფასება? ამან მივიყვანა ჩვენ ამ მდგომარეობამდე. და აი დღეს გამოჩნდა ეს ყველაფერი. აი ქალბატონმა ლუარა ნიჟარაძემ დღეს გამოაქვეყნა გაანალიზა, ის არის მეცნიერების დოქტორი, არის ქართული ენის სპეციალისტი, ისტორიკოსი და ქართული ენის სპეციალისტი და გამოთქვა თავის მოსაზრებები. მე ყოველთვის პატივს ვცემ სხვის მოსაზრებას და არ მინდა რომ ესე იგი შევეხო მას და რაღაც ჩამოყალიბა რაღაც მოსაზრებები და დაესხნენ თავს ვინ. ესე იგი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მომხრეები არიან. და ნუ რაღაც ისეთი რამეები დაუწერეს, სულ ვიფიქრე ის, რომ თანაც გალანძღეს. შენ ვინ იყავი სააკაშვილის დროს, სააკაშვილის აქებდი, ეს არის პიროვნება, რომლითაც სააკაშვილის მიუღებელი იყო და რომელიც შევარდნაძის მიმართ ძალიან სერიოზულ შენიშვნებს გამოთქვამდა და ძალიან აკადემიურად დოქტორი კაცი წავიდა, ქალბატონი წავიდა უცხოეთში, მუშაობს, რომ თავისი თავი ნაცსაობი და ყველა გადაარჩინოს, ასეა, მე ერთზე რო ვლაპარაკობ, ვანზოგადებ ამას, იმიტომ რომ ვინც გავიდა ქვეყნიდან, იმად გადაარჩინეს ეს ქვეყანა. ესენი რო არ წასულიყვნენ, ალბათ ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, იმიტომ იყო ხელისუფალი ესეთი საჭირო, რომელიც ამ ხალხს დააბრუნებდა, კი არ ვაბრუნებთ, არამედ 250,000 კაცი წავიდა გასულ წელს და ალბათ 250,000 კაცი წავა წელს და თუ ასე გაგრძელდა ჩვენთან ქართული მიწისადმი და ქართული მიწა საშინლად ავატყოფი გახდა უკვე და რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდება სოფლადაც თუ კარგად არ გავიაზრეთ ყველაფერი და კიდევ ასე დავკბინეთ, დავჩეხეთ ერთმანეთი. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ 250 კი აღარ დავჩებით, 1,300,000 ვართ და 60 წელიწადში უკვე ჩვენ უმცირესობაში ვიქნებით ამ ქვეყანაში. უმცირესობაში. და ამაზე ფიქრია საჭირო. და არა ის დაპირისპირება, ლანძღვაგინება. არ კიდე გამოდიან და აი ხლა რომ შეაქონა რა, თქვა პრეზიდენტი, მე არ ვეხებ პრეზიდენტს გამოსვლას. მე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩემთვის დამთავრდა პრეზიდენტი მაშინ, როდესაც 12 აგვისტოს, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო დიდგორზე, იყო ის თურქეთის პრეზიდენტთან და თურქეთის პრეზიდენტმა დააუთავა როგორც უნდა და ისე. და არა ის, რომ ესე იგი მხედართმთავარი იმ დღეს უნდა ყოფილიყო დიდგორზე. საქართველოს მხედართმთავარი. რომ დიდგორია ის ადგილი, რომელმაც გადაარჩინა და პრეზიდენტი იმ დღეს სხვაგან არ უნდა ყოფილიყო. მე არ საუბრობ სხვა რამეზე და არის კიდე ბევრი რამ, რომელსაც როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ რა დიდი ტრადიცია დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ფერისცვალება დიდი ტრადიციაა და მას ფერისცვალება გონია, რომ საქართველოს ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი რელიგიური დღესასწაული. ძნელია უკვე მე არ ვეხები მას და არც ვკითხულობ, არავითარი გამოსვლას და იმისი არ ვეხები არაფერს და არ მაქვს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არც იმაზე ვლაპარაკობ, რომ ეს მე უბრალოდ ლუარა ნიჟერაძის მაგალითი მოგვაქვს განსაზოგადებლად, რომ არის ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომელთა შვილები მუშაობენ საგადასახადოში, არიან კარგ პირობებში, არიან ხელისუფლებაში, არიან სხვაგან და მომართული არიან, რომ თუ ვინმე ხელისუფლებაზე ცუც იტყვის, დაესხმიან თავს. რატო გონიათ თქვენ, რომ თქვენ აკეთებთ კარგ საქმეს და არ აკეთებს ის, ვინც კრიტიკულ მოსაზრებას შენიშვნას გამოთქვამს, ხო არ შეიძლება რომ ასე რადგან ჩემიანია, ესე იგი ეს კარგია. თუ ჩემიანი არ არის, ცუდია. როგორ შეიძლება ასეთ დამოკიდებულება? ვიმეორებ, ნებისმიერი ადამიანი, როგორც ადამიანი მთავრდება მაშინ, როცა ხელისუფალის შეფასებას იწყებს იმის მიხედვით, რომ ისი ახლობელია თუ შორებელია, ნათესავია, მეგობარია, სიმპათია ანტიპათიით, ვიღაცა ლანძღავს, ვიღაცა აკებს.
ის დარბაისტური ქართული შეფასება რომ გავაანალიზოთ ვინ რას აკეთებს შეჭამა ქვეყანა კორუფციამ შეჭამა მე დღეს ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი ეს გადაცემა უმნიშვნელოვანესია და 12 საათზე ტელევიზია ქართული TV გაიმეორებს და დღეს დაიდება ალბათ კიდე საიტებზე და ჩვენ სამნი ვსაუბრობთ იქ ბატონ თენგიზ თიხამინჯია პირველი პარლამენტის წევრი ზვიად გამსახურდიას ესე იგი გუნდიდან კომიტეტის თავმჯდომარე იყო ესე იგი ბატონი გიორგი თავდგირიძე სამხედრო გადამდგარი თადარიგის პოლკოვნიკი და მე სამნი ვსაუბრობ ბატონი გიორგი გარკვეულწილად სიმპათიით 4-ში ხალხის გამოსვლასთან დაკავშირებით მე ჩემ მოსაზრებები 1000 წლის გამომითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ცოტა მოგვიანებით ეხლა არ მინდა ავრიო იმაში რეალურად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ აი როდესაც აი სიმპათია ანტიპათიით ხდება და არა იმის მიხედვით რომ ვინ რას აკეთებს ვიმეორებ რომ ამ ბიუჯეტით რომელიც დღეს საქართველოში არის შეიძლება ნორმალურ კარგ ხელისუფლებას შეუძლია 10 ჯერ მეტი რამის გაკეთება კარგ ხელისუფლებას არ ექნება დაძაბული ურთიერთობა არავისთან არავის ფეხქვეშ არ გაეგება და ამ მდგომარეობით ვინც არ ახარ შეწუხებული რომ კავკასიის მშვიდობიან კავკასიაზე ლაპარაკობენ და საქართველოს არ ახსენებენ რო არ არის მიწვეული გასაგებია შეიძლება მაშინ არც ყოფილიყო მიწვეული იმიტომ რომ იქ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკითხებთან დაკავშირებით იყო როდესაც ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა მაგრამ როდესაც ესე იგი ჩინეთში ხელისუფლებამ მიიწვია ისევ სომხეთი და აზერბაიჯანი და საქართველოს არაფრად ჩათვალა ნუ უკვე გული მეტკინა აი ახლა როდესაც ტრამპმა კიდე ესე იგი მიღება გააკეთა და რაღაც გაუმართა მიღება როგორც ხდება ხოლმე ვახშამი გარკვეულ ჯგუფებს საქართველოს პრეზიდენტი იქ არ იყო ნუ ანუ ჩვენ ამოგვაგდეს აი ყველაფრიდან ამოგვაგდეს ეხლა აქეთ და ადიდეთ მე არც არავის ვაკებ და არც არავის ვლანძღავ მე ვიცი რომ საქართველოს უნდა იყოს და იქნება კიდევაც ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა როდესაც ადამიანები ვისწავლეთ იმას რომ ხელისუფლება არის მსახური და არა უფროსი როდესაც ვისწავლეთ იმას რომ ხელისუფლება შევაფასოთ მისი ქმედებების მიხედვით როგორ მოგწონთ ბატონებო გეკითხებით წინა და ამ ხელისუფლების შვილები ხავთ კერძო სკოლებში პრემიერ-მინისტრს 38000 ლარი გადაუხდია გასულ წელს თვითონ წელს ამაში კერძო სკოლებში რომ ასწავლოს ვის გაქვთ საშუალება რომ თქვენ ასე გააკეთოთ და ასე ასწავლოთ კერძო სკოლებში მარტო მას ყავს ჩამოთვლილი ესე იგი უამრავი ხელისუფალი ოპოზიციაში უამრავი ასეთი კერძო სკოლებში ესე იგი ისინი გვეუბნებიან ჩვენ სხვა უნდა ვჭამოთ ჩვენ სხვა უნდა ვსვათ ჩვენ სხვა განათლება უნდა მივიღოთ ჩვენ სხვა სამედიცინო მომსახურება უნდა გქონდეს ვინ ამბობს ამას ჩვენი მსახური ხალხის მსახური ამბობს რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კარგად თქვენ მიხართ ამას გვეუბნებიან თქვენ აქებთ დადიდებთ რა არის ვინა ამ შემთხვევაში ვინ ვართ ჩვენ მე ვარ მათი წინააღმდეგი მე როცა ვობორო ბიძინი ამანიშვილი საჭიროა ქვეყნისთვის ხაერივით მაგრამ არა პოლიტიკაში იგი ვაჭრობით ჩარჩულ მოედნად აქცია არ აკლდა ეს და დაახურა გვირგვინი დაადგა უკვე ბიზნესად აქცია და ვაჭრობით ჩარჩულ მოედნად იქცა პოლიტიკა საქართველოში საერთოდ აღარ არსებობს პოლიტიკა ვინ იყო ვინ არიან ეს ხელმძღვანელები როგორი სიტუაცია არის რა იყო ადრე ეხლა ზოგიერთი გამოვიდა რომ იცავს ძლივს არ მოვესარით ქართულად იყო ლაპარაკი ესე იგი ქართულად თქვა სიტყვა გაეროს ტრიბუნიდან საერთოდ წესი არის ყველგან განსაზღვრული გაეროში 6 ენაა ესე იგი ურთიერთობის ენა ქართული არ წერია იქ თუ შენ იცი უცხოენა და იცი ვთქვათ ესე იგი შეგიძლია მაგრამ ამაში არაფერი არ არის და ძალიან ბევრი ვინმე აქამდეც ეხლა გამოვიდა ზოგიერთი და თქვა რომ უნდა შეაქოს პრეზიდენტი რომ ძლივს არ კი არ იყო შეიძლება ესეთი გამოსვლა მაგრამ მიხარია რომ ქართულად და აქამდე არავის არ უთქვამს რომ თუ იხარ უამრავმა თქვა ქართულად სიტყვა ტრიბუნიდან როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შევარდნაძე გამოვიდა ერთხელ თუ ორჯერ ქართულად დადეთ ეხლა ყველა გამოსვლები რომელიც იყო გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტებს რომელსაც ჰქონდა და შეადარეთ ერთმანეთს და ძალიან კარგ სურათს მიიღებთ რა მასშტაბებია ვინა რა პოლიტიკა ყველაფერი გასაგები გახდება მე ხშირად ვათვალიერებ ამ გამოსვლებს ვხედავ და ძალიან კარგად ვხედავ რომ ესე იგი სად არის სიჯანსაღე ქართული ძალიან კარგად ვხედავ ამას
მაგრამ რომ უნდათ რომ შეაქონო, ესე იგი არ ყოფილა თურმე ქართული სიტყვა იმიდან. სააკაშვილისაც ჰქონდა რაღაც გარკვეული ნაწილი ქართულად ილაპარაკა იქეთ. ადამიანმა როცა არ იცი თქვა შენ უცხოენა და ამ შემთხვევაში ინგლისური არ იცი და გამოდიხარ ქართულად, ეს და როცა კარგად იცი ინგლისური და მაინც გამოხვალ ქართულად, ეს არის დასაფასებელი. მაგრამ დავანებოთ ამას თავი, ამაზე ხო არ არის ან ვინ გებრძვით, ან ვინ ჩხუბობს, ჩვენ ქართული ღირსება უნდა დავიცვათ. და საქართველოს აქვს დიდი სულიერი მისია შესასრულებელი. რას ნიშნავს ჩემი ახლობელია და ამიტომა კარგი და ვინც არ არის ჩემი ახლობელი, იმიტომა ცუდი. რას ნიშნავს რომ მე მომეხმარა შვილი სადღაც სასწაულად გამიგზავნა ან ოპერაციაზე მომეხმარა შვილის თუ ჩემი ოჯახისთვისაც და ამიტომ არის კარგი. კარგი არის ის, რომელიც ყველასთვის აკეთებს კარგად და არა მარტო თავისთვის, თავის ოჯახის წევრებისთვის, ნაცნობ მეგობრებისთვის. ამიტომ ძალიან ბევრი როცა ამბობს რომ მე ეს გამიკეთა, მე რა თქმა უნდა სხვაგან აი ჩემს ირგვლივ ახლობლებში და ნაცესავებში მაქვს ოვეუბნები ამის იმას დაიწყებს შეფასებას მე იმან ეს გამიკეთა. ვეუბნები რა შვაშია და არც უნდა გაეკეთებია ის. ძალიან ბევრი ვინმეს ახლობელს მე ქუთაისში არ გაუკეთე ისაც სხვებმა გაუკეთეს მერე. და ვეუბნებოდი იმას რომ ეს შეცდომაა, ნუ მიდიხარ თამგზით, ეხლა რა გამოვიდა? მე არ გაუკეთე, იმიტომ რომ სწორი არ იყო. ვიღაცამ გაუკეთა, არასწორად გაუკეთა. და ის ვინც არასწორად გაუკეთა, ეს არის კარგი. და ვინც მე სწორად მოიკეთე, რომ არ გაუკეთე, თუნდაც ნაცისავი იყო და ახლობელი იყო. არ გავაკეთე ნუ. დღეს როდესაც ესეთი კორუფცია აქვს ქვეყანაში, ადამიანები სწავლა გითხარით, რა მეტი რა უნდა იყოს ეხლა. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფალი სადაც თავის შვილს კერძო სკოლაში წაიყვანს, იმ ხელისუფალს დამთავრებული ქვია. ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენთან პირიქით ახალისებულია და ვაკეთებთ და ვადიდებთ. ეხლა ამის წინ ვიყავი დასავლეთ საქართველოში და რამდენიმე დღის წინ და პირდაპირ მეუბნებიან სად სენაკში გინდა, ზუგდიდში გინდა, ესე იგი ჭყონდიდში გინდა, თუ აჭარაში გინდა, ყველგან გეუბნებიან რომ დღეს გაიგეთო რომ ერთი სართული რომ დაეშენებია, დაემატებია თუ რაღაცა იმაზე 50,000 დოლარს რომ იხდიდაო ისო დღეს გაიგეთ ეგ ამბავიო და ამას ყველაფერს ყოფილი აჭარის ხელმძღვანელის ესე იგი მამა და თვითონ ესენი აკეთებს დღეს გაიგეთ აქეთ გლანძღავს დღეს გაიგეთ ის ახლა პირველად საუბრობ რომ თბილისის მერიაში ესე იგი კორუფცია ამდენი ხანია ჯერ სააკაშვილს ვეხვეწებოდი და ვეუბნებოდი თქვენ თუ გინდათ გაიგოთ როგორი კორუფციაა ქვეყანაში მოგვეცით საშუალება ერთი კვირა 10 დღე გარკვეული ჯგუფი შევიდეს თბილისის მერიაში ან ნებისმიერ მერიაში რომელშიც გინდათ შევიდეთ და გაჩვენოთ რა კორუფციაა იქ არა ამაზე არავინ არ წავიდა და ეხლა თბილისში რო კორუფცია და საქართველოში რო კორუფცია ღმერთო ასე იგი არც შენი მოწინააღმდეგე ქვეყანა როა იქ არ უნდა გინდოდეს ეს იმიტომ რომ კორუმპირებული ყველაფერზე წავა კორუმპირებულს დასაკარგავი აქვს ყველაფერი მე 4 რიცხვი რატომ ეშინია კორუმპირებული ეს ხელისუფლება და კორუმპირებულ ხელისუფლებას ყველაფერი აქვს დასაკარგავი და ის ყველაფერზე შეიძლება წავიდეს სხვა მექანიზმი იყო მოსაძებნი სხვა მექანიზმი და ჩვენ ეს მექანიზმები მოუძებნეთ ისე რომ ყველასთვის მისაღები იქნებოდა ხელისუფლებაში მყოფთათვის და ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა შემდგომში მაგრამ არა სულ მოკლეობა საქართველოს ქართულ პოლიტიკაში სულ მოკლეობა მოკლა სულ გრძელობა და ყველას გონია რომ აი მე ვარ მე უნდა ვიყო არა შენ მე უნდა ვიყო მე უნდა გავაკეთო ამ დროს არავითარი გამოცდილება და არაფერს გაკეთების თავიც არ აქვს ყველაფერი ეს არის სულ გრძელი პოლიტიკოსი სად არის რაინდი პოლიტიკოსები სად არის ოდესაც მე ვამბობდი კაცების პარტია უნდა შეიქმნას რაინდი პოლიტიკოსების დეფიციტია ქვეყანაში რომ მაშინ ზენიტში იყო მოქალაქეთა კავშირი და ტრიბუნიდან ვამბობდი ამას რომ ეს რა ხელისუფლებაა ესენი რა არის რაინდები აღარ არიან მეთქეს მონური ფსიქოლოგი მაშინ და ამის შედარება როგორ შეიძლება დღეს უარესია ამიტომ ეს პრინციპული საკითხია ყოველი ადამიანი საკუთარ თავზე მაღლა უნდა დადგეს და უნდა თქვას რომ კი ჩემი ნათესავია მაგრამ არ არის ის კაცი რომელიც უნდა იყოს ხელისუფლებაში ჩემი ახლობელია მომეხმარა რაღაცაში მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს კაცი უნდა იყოს იქ და უკეთესი სხვა არავინ არ არის ვიმეორებ დღეს ძალიან დამაფიქრა ლუარა ნიჟერაძის მე მინდა დავიცვა ის დავიცვა იმის გამო რომ უწესერესი ადამიანი მეცნიერების დოქტორი ვინც აი რაღაც არნახულად
უამრავ ადამიანს ეხმარება, დიდ ქართულ საქმეებში ჩართულია. ასე იგი სასწაული ის ქონდა მიუღებლობა ქონდა სააკაშვილის რეჟიმის და იმ დროს წავიდა დღეს არ ნახულად უჭერდა მხარს ბიძინეევანიშვილს. სოფელ ჩამოვიდა და სოფელ იარა რომ აერჩიათ და ყველაფერი მან გადაცა წერილი რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ბიძინეევანიშვილს მან მიუტანა რომ ასე იგი ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაა საჭირო და ის და ბატონი ჯუმბერ კოპალიანი მივიდნენ როგორც ამ პარტიებთან და უთხრეს რომ მოდით წავიდეთ თამბზე ჩვენ განათლებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე ჯუმბერ კოპალიანი და ლუარა ნიჟერაძე მეცნიერების დოქტორები არიან და ძალიან ასე როგორ გიწირავთ თქვენ ამ იმას რა მოსაზრებები გამოთქვა კალბატონმა თავისი მაგრამ მე ამ შემთხვევაში იმ მოსაზრებებს ვეთანხმები არ ვეთანხმები ამაზე არ მაქვს საუბარი მე მაწუხებს ის რომ ხელისუფალის შეფასება საქართველოში ხდება პირადი სიმპათია ანტიპათიით არა იმის მიხედვით რას აკეთებს იგი როგორი წესიერია აი როგორც ამისინ ერთმა ჩემმა ახლობელმა დაწერა ვაჭორის ხოში ცხოვრობს ეს პიროვნება და მის მიმართ მე განწყობილი ვიყავი კეთილად და ის რამდენი სახლი აქვსო მინისტრსო შინაგან საქმეთა თუ რომელიღაც მინისტრს ყოფილი მინისტრია ლაპარაკი და მან დაწერა მე რა რატო არ უნდა გქონდესო ამდენი ხანი ხელისუფლებაშია ესე იგი მე მაშინ გიჟი ყოფილ ვარ რომ ესე იგი ამდენი ხანი ხელისუფლებაში ვიყავი და თბილისში სახლი არ მაქვს და რაც ქუთაისში მაქვს მამაპაპისეული ისიც დამიყადაღა ამ ხელისუფლებამ და დამიყადაღა თანაც აბსოლუტურად არასწორად როცა ამაზე ფილმის გადაღება შეიძლება შემდგომში ისეთ რამეებზეა ლაპარაკი ისეთ რაღაცები იკადრეს გამოვიდა რა ესე იგი ვინც მოიპარა ვინც იქურდა ის ყოფილა კარგი და როცა ამას ვაკეთებთ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში იყოს კარგად საქმე და იქნება ვერ იქნება რა დაწერა ამ დღეებში მე მივხვდი ახლა რატო დაერიანი კალბატონმა ლუარა ნიჟერაძემ დაწერა რომ შეხვედრას და მიიღებას ვითხოვ ბიძინეევანიშვილთან ვინ რა შვაშე მეცნიერების დოქტორია 20 წელია ცხოვრობს იტალიაში და მუშაობს და არჩევს ქვეყანა ვინმეს ფული რომელიც მას და მის ნათესავებს აქვს გადმოგზავნილი ასეთი ინვესტიცია ქვეყანაში შეიძლება არავის არ აქვს გაკეთებული სახელი მოუტანა ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს სწორედ ფლორენციით დაიწყო როგორ შეიძლება რომ ჩვენ ადამიანები მე გულით ჩამწყდა იმაზე რომ როგორი სიტყვები აკადრეს რომ დაიცვან ხელისუფლება და დაიცვან პრეზიდენტი დაიცავით ბატონებო ეს პრეზიდენტი რადგან თქვენ მოგწონთ ასეთ პრეზიდენტი ქვეყანაში ასე უნდა იყოს მე რა პრობლემა მაქვს ამის ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი მაგრამ ეს როცა საქართველოს პრობლემა ხდება ესაა უბედურება ან კიდე რას ვერჩით ჩვენ იმ პრეზიდენტს ის არის ისეთი როგორიც არის ვინც ის აირჩია და ვინც ეს უთხრა იმასთან გვაქვს ჩვენ საქმე და იმას ას ვერჩით იმას თავისი ადგილი აქვს და თავის ადგილზე ის შეიძლება შეუდარებელი იყოს მაგრამ ის მიიყვანეს იმ ადგილზე რომელიც მას არ ეკუთვნის და იმაში ხდება სასაცილო როდესაც ზიხარ იმ თანამდებობას რომელიც არ გეკუთვნის თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს ადამიანი ამაღლებს თანამდებობას საქართველოში ბიძინეევანიშვილმა სააკაშვილმას და შევარდნაძემას მაგრამ ეს მზარდი იმით მიდიოდა შევარდნაძის დროს მე უფრო გაძლიერდა სააკაშვილის დროს და ეხლა გვირგვინი დაედგა ბიძინეევანიშვილის დროს ანუ რას დაედგა გვირგვინი ყველა დანიშნული კაცი აპატარავებს თანამდებობას აპატარავებს იმიტომ რომ ისეთია ნებისმიერ ადამიანს უჩნდება აზრი თუ ის შეიძლება იყოს პრეზიდენტი მე რატო არ შეიძლება ვიყო თუ ის შეიძლება იყოს გამგებელი მე რატო არ შეიძლება ვიყო თუ ის შეიძლება იყოს გუბერნატორი მე რატო არ შეიძლება ვიყო ეს შეკითხვა რო ჩდება ქვეყანაში მასიურად იქ დაღუპულია უკვე ყველაფერი ორ-სამ ადამიანს რომ გაუჩნდეს ეს აზრი რომ ის თუა მე რატო არ ვიყო მაგრამ მასიურად ეს რო არის ქვეყანაში და ადამიანები გეუბნებიან იმას რომ მივდივარ საკრებულოში იმიტომ რომ მეც ვიშოვო ფული აი ესო ქალაქის მერი იქნებაო ან გამგებელი იქნება მე მაშინ პრეზიდენტი უნდა ვიყო კაცი მე მელაპარაკება ამას მე რამდენიმე მერობის კანდიდატს დღეს ამ დღეებში შევხვდით ჩვენ სხვა რაიონებში იმის დროს და ნუ ახლა მე რაც შეიძლება და ერთი საუბრით საინტერესო პიროვნება ნახეთ ერთი ორი საინტერესო პიროვნება ნახეთ მაგრამ ის თვითონ გეუბნება რომ მე საგონებელში ვარ ჩავარდნილი ისეთი ხალხია საკრებულოს წევრებად დასახელებული ამგეთა როგორ უნდა ვიმუშაო ეხლა ფიქრობს უკვე ის და მეორე ყველა ლაპარაკობს იმას რომ კი მაგრამ ამდენი პოლიციიდან პროკურატურიდან ბანკში გაშვებული ხართ პოლიციიდან პროკურატურიდან
ბანკში იყო როგორც წარმომადგენელი უშიშროების, ეხლა ხდება რაიონის ხელმძღვანელი, ქალაქის ხელმძღვანელი, რაღაცა. რა არის ეგ რა? მართლა პოლიციური სახელმწიფო გვინდა ჩვენ? თუ ამ კაცს ისეთი შიში აქვს ბიძინე ავანიშვილს, გონია რომ ისინი გადაარჩენენ. ვინ გადაგარჩენს? უნდა გადაგარჩენოს შენმა საქმიანობამ. და შენი საქმიანობა თუ არის ისეთი, რომ ვისაც ეკუთვნის, იმას არ აძლევ რეკომენდაციას და ვისაც არ ეკუთვნის, ის ბატონობს ამ ქვეყანაში და მდიდრდებიან ესენი წარმოუდგენლად, რა კორუფციაა ქვეყანაში. გასწვათ იმისა, გამოხვიდეთ, ბოდიში მოიხადოთ, კიდე ლაპარაკობთ კორუფციის წინააღმდეგ ვებრძეთო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ერთი და ორი ადამიანის დაჭერა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მართვის სისტემის შექმნა. მართვის სისტემაა საქართველოში ავადმყოფი და ამ პოლიტიკურად ავადმყოფ ადამიანებს იზიდავს. მართვის სისტემაა კორუმპირებული ქვეყანაში. და თქვენ ებრძვით პიროვნებებს, როცა სისტემაა კორუმპირებული. თუ არ მოიპარე ვერ იქნები. და მოიპარავ და როცა დაჭირდებათ გიჭერენ. ესაა კორუმპირებული სისტემა. კორუმპირებული სისტემის დროს ვიღაცას ყურებით ხავს დაჭერილი ყველა. ნებისმიერ თანამდებობაზე. ეხლა დღეს მე ხომ ხედავ იმას არა, მესმის ხმები, ქალაქში ფეხი დავდივარ, საუბრობ ადამიანებთან, ყველა არის შეშინებული. ვაი როგორ იქნება? დაწყებული რიგითი მუშაკები რო არიან, გამგეობაში ფიქრობენ, ვაი მე ესო ისე გავაკეთე, მე ასე გავაკეთე, ვიღაცის გავს საჩუქარი მივიდე, ვიღაცას რაღაცა გავუკეთე. ეს უბრალოდ სისტემა არ უნდა უშვებდეს ამას. სისტემა. თორე სისტემა ისეთია შექმნილი, ამ სისტემის შექმნისთვის პირველი უნდა პასუხისგებაში მიცე ბიძინე ავანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ნუ არ არის შევარდნაძე ცოცხალი. სისტემა შექმნეს მათ ავადმყოფური, კორუმპირებულია სისტემა. ეხლა თქვენ იტყვით, კი მაგრამ ეხლა არ ვლაპარაკობ ეხლა ბატონებო. მთელი ერთი წელი ვითხოვდი რომ მისულიყავი ტრიბუნასთან პარლამენტში. 1997 წლის 13 ივნისს მივედი. და იქ თქვი სათაური იყო ჩემ მოხსენების, ქვეყანაში მართვის სისტემაა კორუმპირებული და ნუ ვებრძვით პიროვნებებს. 97 წლის მერე გავიდა რამდენი ხანი? 23 წელი იქეთ, ლამის ამდენი ხნის ის არის ესა უკაცრავად 97 წლის მერე გავიდა 30 წლამდეა ხო გასული. თუ კი მაგრამ 30 წლის განმავლობაში კიდევ უარესდება და უარესდება. რატომ? რისთვის? როცა აბსოლუტურად მეცნიერებს შემუშავებული აქვს მართვის სისტემა და წავიდეთ ამ გზით. დღეს თემა აქვს, მე მეორეს ნაკლებად ვიხები, ქურდული მას მოკლედ კი ვიტყვი, მაგრამ დღეს ჩვენ გქონდა ბატონ თემის დიხამენჯიას, ბატონ როგორც აღარ თქვი, ბატონ გიორგი თავბერიძეს, ესა თავდგირიძეს და მე ჩვენ ძალიან სერიოზული და მწვავე კამათი იყო. მე ვთქვი ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. მაგრამ ის ბევრი რამ შემაშინებელია. ნახეთ და მერე იტყვით. რა გავბედე? გავბედე რატო? იმიტომ რომ მიყვარს ეს ქვეყანა. გავბედე იმიტომ რომ წამს და მჯერა თქვენი. გავბედე იმიტომ რომ მჯერა ხალხის. და მე ვერ შემაშინებს ვერც ერთი ეს პიროვნება საქართველოში დღეს რეალურად გაბატონებულია ქურთული მენტალიტეტი. ხელისუფლება ქურთული მენტალიტეტით მუშაობს. შეკრული არიან ქურდებთან. ყველა ქურდი რომელიც კი არის დღეს საქართველოს ვინც არის 90% საქართველოშია. არჩევნების წინ. და არა მარტო ხელისუფლებისთვის. ბევრი ოპოზიციას, ბევრი ხელისუფლებას ეხმარება. რა ამბავი ეს? აბა ერთი ნახეთ. ბურჭულაძე იყო ტარიელ უნიანის შვილის ქორწილში. ეს ხო ყველაფერს თავი დავანებოდ, ეხლა როგორ შეიძლებოდა წასულიყო ქურდის შვილის ქორწილში არა, როცა მოწოდებებს აკეთებ, შეურაცხყოფა მოგვაყენი არა? შეურაცხყოფა მოგვაყენი, ხო? და დღეს არა გაქვს ამ ქურდებთან ურთიერთობა, მუდმივად ქურდებით მოდიხარ. და ვიცი რომ შეიძლება ქურდების კანდიდატიც ხარ, ვიცი ეს ძალიან კარგად. ბევრჯერ ვისაუბრია ჩვენ ამის თაობაზე და ჩვენ ახლობლებიც ყოფილი ვარ და დღესაც ვარ, მე ამას მოგეუბნები, მეგობარი ვარ შენი. მოეშვი იმასაც არ იცი, ან დაანები ამ ქურდებთან ურთიერთობას თავი. და არ არის მარტო ერთი და ორი ასეთი. ყველა დღეს ოპოზიციაში და სხვაგან ყველანი ქურდებით არიან. ნახეთ, გაბედა ვინმე ხელისუფლებაში რომ ეთქვა, გაიკრიტიკებია, რომ რატო იყო არა, იმიტომ რომ ყველა უწევს ანგარიშს. იმიტომ რომ ისინი განკარგულებას გაცემენ.
ბიძინა ივანიშვილის დავალებები არ სრულდება ესა და პრემიერ-მინისტრის, როგორც ქურდების დავალებები სრულდება ქურდების მიერ. თავარი ქურდის. და დარიელონიანი ერთ-ერთ თავარ ქურდად ითვლება. და ეშინია დამარჩენების წინ არ უთხრას იმათ, რომ ამ ხელისუფლებას გაუდებიდო ხმას არ იღებენ. ოპოზიციაში ვინმე გამოდის და ლაპარაკობს, იმათაც ეშინიათ. თვითონ ქურდები არიან კურდღლები. მეხვეწებოდა პოლიციის უფროსი ბატონი რუბენ ასანიძე რომ თათბირზე პირდაპირ ტელევიზიით უთქვამს ჩემთვის რომ მომეცით ისა რომ ქურდები მიეცით საშუალება რომ ქურდები შემოვიდნენ ქალაქში. და ვეკითხებოდი რატომ? და კი მივხვდი, მაგრამ ხალხს რომ გაეგონა. ჩაუშვებენო ერთმანეთსო და გავხსნითო დანაშაულსო, გახსნის დაბალი პროცენტი გვაქვს. ესენი არიან ქურდები. ასეთივე გახდა ხელისუფლება. ადვილია ჩემგან ამის თქმა. ძნელზე ძნელია. ერთი სიცოცხლე მაქვს მე. მაგრამ ქვეყანას ასეთი გასაჭირი არ გქონია არასდროს. არასდროს მე ამას ბოლოსშიც ვიტყვი, მაგრამ შუანაწილშიც მინდა ვთქვა. დღეს როცა თავდებოდა ბატონმა თენგიზ დიხამინჯიამ გაიხსენა რომ ხვალ ჯვართამაღლებაო და აფხაზეთის დაცემა და ეს და მე ვუთხარი რომ მე ორი მოკლედ უნდა ვთქვა მეთქი რომ მე ვნახე ორი დღით ადრე 24-ში ვნახე როდესაც ჟიული შარტავას კაბინეტში ვიყავით თუ არც მე-9 სართული იყო იქ და რო გამოვედი მისი მოსასვენებელი ოთახიდან ჟიული შარტავა ხელებ აწეული დგავს მეუფე კალისტრატეს წინაშე და ჟიული შარტავა ამბობს რომ უფალო მე წამიყვანე უღუნ ქვეყანა გადაარჩინეო და მეუფემ ჩვენ გითხრა კაბოტონ ნანა კუხალაშვილის ბატონ რეზო ბუქსიანიძეს უბრალოდ ის გარდაცვლილია კაბოტონი ნანა ცოცხალია და დამიდასტურებს ამას და ეს ფილმშიც აქვს ჩადებული ფილმი რომელიც გადაიღო და მე მგონი ხვალ აპირებენ რომ ეს ფილმი გადაცემული იქნება ტელევიზია ქართული ტივის მიერ ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვარ ინფორმირებული და იქ ნახავთ ყველა მაგრამ მე ვთქვი დღეს რომ აი მე ჟიული შარტავას სამი ერთგულების გამო მისი მოწაფე ვარ მისი მოსწავლე ვარ ასე ვთქვი და თვითონ ასე ვთვლი მე დღეს და მე არ მაქვს უფლება მე განსხვავებით ძალიან ბევრისგან ვინც იმუშავა ჟიული შარტავასა და ფულებში რო წურავს მე არ მაქვს უფლება იმისი რომ ოდნავ უღალატო და მე არ მაქვს უფლება რომ წესიერებით არ ვიცხოვრო და მე ხმამაღლა მე ვამბობ რომ უფალო ასე იგი რაც გინდა ის ფიქერი მე დრამამძიმენაბი ხო ლაპარაკობ ქურდებზე ხელისუფლებაზე და ამ კავშირებზე და აშენგობ მე რაც გინდა ოღონდ საქართველოს გაანთავისუფლე ქურდული გავლენებისაგან და საქართველოს გაანთავისუფლე იმ ხელისუფლებებისაგან რომლებსაც უყვართ ფული და ძალაუფლება აი ეს არის დღეს საქართველოს მტერი ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება და ვერ იქნები ასეთი ხელისუფლება თუ ქურდებთან არ ხარ შეგრული თუ არ დამთავრდა საქართველოში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება ქურდები იქნებიან სულ პარპაში დღეს ბატონმა გიორგი თავდგირიძემ თქვა რომ შენ ყველა ისინი ჩაჭერიო ამათთან ურთიერთი მერთო ნუ რას დროს მე რა უთხრა იმ ქურდს რომელიც ხელისუფლებაშია და ხელისუფალთან აქვს კავშირი და პოლიტიკოსთან აქვს კავშირი მე რა უთხრა იმ პოლიტიკოს რომელსაც ქურდთან აქვს კავშირი ქურდი იქნება ყოველთვის საშიში ქურდი ხდება როცა პოლიტიკოსი და ქურდი ერთიანდებიან საქართველოში გაერთიანებული იქამდე რომ ქურდებს ჩემთვის უთქვამს შემოუთვლიათ ჩემთვის ბატონი უზერფალიანი დადგება დრო და რაღაცას თვითონ დაწეს ან როგორ მეიქნება იტყვი შემოუთვლიათ ის მოსულა ჩემთან და უთქვას ბევრი რამ ოღონდ ამონებოს თავი და მილიარდერს გავხდით მილიონერს გავხდით ამას გავაკეთებთ იმას მე არ მივდივარ ეგეთ რამეებზე მე არ მივდივარ და არ წავსულვარ იმიტომ რომ ხალხთან მინდა ვიყო ამას დააფასებს არ დააფასებს ხალხი ამას ამ შემთხვევაში მე უფალთან ვიქნები მართალი როგორ შეიძლება იცხოვრო ქვეყანაში სადაც ქურდს უნდა თავისი შვილი რო ქურდი იყოს მაგრამ სხვებს აკურთხებს ქურდებად ნარკომანს უნდა რომ თავისი შვილი ნარკომანი იყოს არა მაგრამ სხვას ითრებს ამაში ეს უბედურებაა ამ ქვეყნის უბედურება ხელისუფლებები მე დღეს მოვიყვანე მაგალითები და ნახეთ ის გადაცემა რა კავშირები ქონდა შევრნაც ხელისუფლებას სააკაშვილის ხელისუფლებას და ბიძინევანიშვილის ხელისუფლებას არ არსებობს
ხმაღლა მომბობ. რუსეთში გამდიდრებული კაცი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მოდის, ორი ვინმესგან არის ის დავალებული. ეს არის ხელისუფლება რუსეთის და ეს არის კურდები, ქართველი კურდები. არის ადვილი ამის თქმა? არ არის. მე ამიტომ იყო რომ არ შევხვდი, არასდროს არ შევხვედრი ვარ ბიძინევანიშვილს. როცა ნონა გაფრინდაშვილმა მითხრა რომ შენთან უნდა ესე იგი შეხვედრა ალბათო იმიტომ რომ უკითხავს მისთვის რომ როდესაც იყო შეხვედრა მე არ ვიყავი ამ შეხვედრაზე. უკითხავს რომ როგორი აზრი გაქვს ბიძინევანიშვილი ეკითხება ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, როგორი აზრი გაქვს თემურ შაშიაშვილზე. მადლობა ქალბატონ ნონას და ამისთვის ღირდა ჩემი ცხოვრება. ქალბატონ ნონას პასუხი ყოფილა როგორც საკუთარ თავს ისევე ნდობიო. და მე ამის გამო მადლობელი კი არა ცხოვრება ღირდა ჩემი ამისთვის. და როდესაც მითხრა მე მევთხარი გამორიცხულია მე არ შევხვდები. მე არ მჯერა იმ ადამიანების რომლებიც გამდიდნენ რუსეთში და მოდიან ქართულ პოლიტიკაში. მომკალით ახლა. იყავით კი ბატონო აქეთ დაადიდეთ, მაგრამ მე მეორეს ვამბობ დღეს უთხარი ბატონ გიორგის, არც იმ ადამიანების მჯერა, რომლებმაც არ იცოდით მაშინ ბიძინა ივანიშვილი საიდან მოდიოდა, ეხლა გახდა რუსი ბიზნესმენი. მაშინ რო ჩამოვიდა არ იყო რუსი ბიზნესმენი. მიმართა უსუფაშვილს, გახარიას და ყველას ვინც მიდით მათთან. მაშინ როდესაც თქვენ მიგიყვანათ თავისთან, კარგი იყო. როდესაც მის ფულებს იღებდით, კარგი იყო. როდესაც უარი გითხრათ რაღაცაზე, ეს არ ვარგა, აი მე რას ვებძვი. როგორ უნდა ვენდო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილს ეძახიან რუს ბიზნესმენს. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო რუსი ბიზნესმენი იყო, მაშინ როდესაც ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ ხპოსახტაცებით მივარდით მასთან და აკებდით და ადიდებდით და დაყვებოდით უკან დაზდებდით და ლაპარაკობდით, რომ აი მოვიდა მშველელი. ერთმა ჩემთვის საყვარელმა მსახიობმა თქვა, რომ უფალმა გადმოგიგდო ზეციდან ბიძინა ივანიშვილი, იმის შემდგომ მის ფილმებს ვეღარ უყურებ. იმიტომ კი არა რომ ბიძინა ივანიშვილი მიმართვა რაღაც თვითონ როგორ მოწონს ამნაირი გამონათქვამები. ეს ტრაგედიაა ბატონებო, რაც ხდება ამ ქვეყანაში. და ხდება რატომ? იმიტომ რომ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლებები ცვლიან ერთმანეთს, რაც დრო გადის მით უფრო მეტად მოდიან ფულისა და ძალაუფლების მოყვარულები. და ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ვერ იმეფებს ამ ქვეყანაში თუ ქურდების მხარდაჭერა არ აქვს. და ქურდები არიან უცხოეთის სპეცსამსახურების მთავარი წარმომადგენლები საქართველოში. რისკიანია რასაც ვამბობ. სიცოცხლის ფასად შეიძლება დამიდგიდეს მე ეს. მაგრამ ასე გააკეთა ჩემმა დიდმა მასწავლებელმა შიული შარტავამ საქართველოსთვის და მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამ ქვეყანაში ასე ცხოვრება შეუძლებელია. არ შეიძლება ეს ქვეყანა ესე იგი დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა არაბებისაგან და დღევანდელი ხელისუფლება არაბების ბატონობას ამკვიდრებს მე მგონი ამ ქვეყანაში. და ამას აქებთ. მე იმ ადამიანებთან ერთად ვარ, ვინც ამას აღუდგება წინ. წარმოუდგენელია, 2 ვიქნებით, 10 ვიქნებით, 100 ვიქნებით, 100,000 გავხდებით. და ბევრი ვარ ძალიან, მაგრამ არ გვაზდებენ ჩვენ ამ ტელევიზიებს, რომელსაც იმ მესმის მე რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტივი რამ. და არავის არ ვებძვით. მე არავის არ ვებძვი. ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი საჭიროა ქვეყნისთვის, მაგრამ არა პოლიტიკაში. საჭიროა ამ ქვეყნისთვის, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა ამ ამბიციებით. მიხეილ სააკაშვილი ქურდებს კი არ ებძოდა, ქურდებით მოვიდა. დღეს გვარი ვერ გავიხსენ ერთი. ვარდების ევოლუციის მეორე დღეს ვინ ჩამოვიდა საქართველოში? პირველი ბერეზოვსკი, გვარი ვერ გავიხსენ მისი. და მეორე ვინ ჩამოვიდა? ონიანი. რა შედგა, ესე იგი, ქურდი ხაჩიძის წრეთის აგარაკზე შეხვედრა სააკაშვილი, მისი ბიძა, ყოფილი ესე იგი სვანეთის გუბერნატორი და ნუ ეს დარიელონიანი. მოილაპარაკეს ყველაფერზე. შეთანხმდნენ ყველაფერზე. და ის გუბერნატორი დარჩა, ყველა განთავისუფლდა, ის ერთი გუბერნატორი დარჩა 6 თუ 7 თვე.
მოლაპარაკება იყო ასეთი. როდის დაიწყო ტარიელი ონიანის წინააღმდეგ გამოსვლები საქართველოში, სააკაშვილის და სხვის მიერ, როდესაც იტალიაში თუ ესპანეთში მისი ისინი მას დევნა დაუწყეს, დაიჭირეს, შეშინდნენ აქ და იმ წუთშივე დაიწყეს. ჯერ თუ დგეხარ, გამოდი და ილაპარაკე მაშინ იმაზე და დაიცავი ყველა, ვინც არ უნდა იყოს ის. ამას აკეთებს ამერიკა, ჩვენება ვერ გააკეთებს. პირიქით, დაიწყეს, ესე იგი, რაღაც აშენელი რაღაცების ისა. აი ამიტომ კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რომ აი მე დღეს მაგალითი მოვიყვანე და ერთმა პიროვნებამ მე დამირეკა უყურებია ეს გადაცემა. კიდევ ვადასტურებ იმას, რომ როდესაც გაეროს წინი გაიტაცეს, შევრნაც ეპოქაზეა ლაპარაკი. და ვინ წავიდა გამოსახსნელად? ონიანი, კურდებთან ერთად. და ქუთაისში გამოიარეს და ვისთან მივიდნენ? რუბენ ასანიძის კაბინეტში და იქედან ვეჩეთი ტელეფონი იყო ასეთ და დაურეკეს შევრნაძეს, რომ შესრულებულია დავალება და განთავისუფლებულია ესენიო. და მერე სააკაშვილისაც ხვებს დაურეკეს. ჩემთან არ ქონიათ, ვერ ეკნებათ, ვერ აზროს. მე ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ვერცერთი ქურდი ვერ იტყვის, რომ ჩემთან რაიმე საქმეზე მე პატივი ვეცი მათ იმით, რომ მოვიწვია და უთხარე. პოლიტიკას დაანებეთ თავი. და ქუთაისში ქურდობას და საქართველოში ქურდობას დაანებეთ თავი. თუ მე ერთ-ერთს ხო იცით ყველაფერი, ხო ლაპარაკობთ, ვიცით ყველაფერი. თუ მე ერთ-ერთს გავაკეთებ, თქვენ 1000 გააკეთეთ, 100 გააკეთეთ. თუ მე არაფერს არ გავაკეთებ, თქვენც არაფერს არ გააკეთებთ. და გიჟუა მე იქიდან ერთ-ერთ პიროვნებას დაარეკია და შენი სატრეგზელო თქვა გიჟუამ და რატო და მაგია აშენა ღმერთმა რომ გამოგყარა ქუთაისიდან კრემლიდან 1 კილომეტრში სამსართულიანი სახლი მაქვს და ქუთაისში მათ ხო არ ვიყავია. რატო აშენებინ ეს სამსართულიანი სახლი? და რატო ყავთ ქურდები ასეთ იმაში გარეთ და არა მარტო საქართველოში უკვე. ნახეთ თურქეთში როგორ არიან, ნახეთ საბერძნეთში როგორ არიან, ნახეთ იტალიაში როგორ არიან. რატო? მე ვიცი რას ძალას დაუპირისპირდი, მაგრამ ისევ ქურდების სასარგებლოდ ვამბობ. თქვენ არ ახართ ქურდები. რასაც თქვენ აკეთებთ პოლიტიკოსებთან თქვენი ურთიერთობა და ხელისუფლებასთან თქვენი ურთიერთობა ეს ყოველგვარი წესკანონიდან გადის. იყავი ქურდი. მაგრამ ხელისუფლებასთან ნუ ხარ შეგრული და ხელისუფლებისთვის ნუ იბძვი და ხელისუფლებაში ნუ მოგყავს ხალხი. ტრაბახობთ იმას, რომ ყველა ხელისუფალი საბჭოთა პერიოდშიც და მერე ჩვენ მოვიყვანეთ და ჩვენ თემურ შაშიაშვილი თუ მოგისმენს, ვაი იმ ადამიანს, ვინც თქვენ მიიყვანეთ, ის დაჯილი იქნება უფლისგან. ბიძინე ავანიშვილს ბაჩიაშვილი ქურდებმა ჩამოუყვანეს აქ. მიხეილ სააკაშვილი ბარსელონაში, პარიზში და სხვაგან უამრავჯერ არ არის ამის ჟურნალისტი ჩიკოვანი და სხვები თვითონ საკუთარი თვალით არ გინახავთ, რომ აეროპორტში როგორ აცილებდნენ. მე რა თქმა საფრანგეთის პარლამენტის პრეზიდენტმა სპონსლე იყო, თუ არ ვცდები, როცა შეხვედრა ჰქონდა, იმან მითხრა, რა უბედურებაა ეს ქართველები ჩამოდიან აქ პოლიტიკოსები და ქურდებს ხვდებიან აქ. და პირდაპირ მითხრეს მიხეილ სააკაშვილისა და იმის ონიანის და მათ ქურდებები. რა დაგემართათ ხალხო? რა არის ეგ? ეს არის ხელისუფლებაში მისვლა და ეს არის ხალხის სამსახური. ქურდებს ებძვით. ვის ებძვით ქურდებს? გაბატონი ლალი აფციაური ერთი გამოვიდეს და კაბინეტში რომ შემომივარდით 10 საათზე. რატომ? იმიტომ რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, ისე კი არა. გადაწყვეტილება და ვთქვი რომ აეროპორტის უფროს ვავალებდი, ქურდი რომ მოფრინავს, გითხარით. აეროპორტ რომ შემოვიდა, ქურდების სია ხო არის გავაკეთებინე? ვინი? და უთხარით, აი ქურდების სია. ჯერ პოლიციამ უშიშრობდა პროკურატურამ სხვადასხვა სიებ მოიტანეს. რო შევაერთეთ 220-230 ქურდი გამოვიდა. და უთხარით, აი რომელიმე რო გამოფრინდება იქიდან თვითონავში ხო გვარით და პასპორტითა, გითხარით. მიდიოდა აეროპორტში ჟურნალისტი და ეუბნებოდა, ჩამოვიდოდა, თქვენ ქურდი ხართ? ის თუ ეტყოდა ქურდი ვარ, იქ იყო პოლიცია და ეტყოდა, წამოდით მაშინ რატო ხართ თქვენ ქურდი? აბა ქურდობა რა გააკეთეთ, გითხარით. თუ იტყოდა არა ვარ ქურდი, გადავცემდით ტელევიზიით. ამიტომ ქუთაისის აეროპორტში არ ჩამოდიოდნენ ქურდები. ვერ ჩამოდიოდნენ ამის გამო. არავის არ აწყობდა ეთქვა რომ ქურდი არა ვარ და არავის არ აწყობდა ის რომ ეთქვა რომ ქურდი ვარ, იმ დრო პოლიციაში დაიყვანდნენ. ამის გულისთვის შემომივარდა ქალბატონი ლალი აფციაური 10 ქალბატონთან ერთად შვაღამეზე მერიაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენ გვიჭერს ხარს, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა.
ესენი ებრძოდნენ ქურდებს? ყველაზე დიდი საქმე რუსეთს ვინ გაუკეთა? მიხეილ სააკაშვილმა გაუკეთა და ის იყო რუსეთი. აი რას ნიშნავს იდეოლოგია, პროპაგანდა და ტელევიზიები? ყველაზე დიდი რუსული საქმე ვინც გააკეთა? ის ჩაითვალა რუსეთის მტრატთა მოწინააღმდეგედ, ყველაზე დიდი ყველაზე მეტად ქურდებთან ვინც იყო დაკავშირებული და ვინც ქურდებით მოვიდა, ისინი იკვებიან დღეს ქურდების წინააღმდეგ მებრძოლებად. ეს არ არის მარტივი სიტუაცია და მარტივი თემა არ არის. მე არავის არაფერს არც ვასწავლი არაფერს, მე ვიცი რის წინაშე დავაყენე საკუთარი თავი, მაგრამ უთქმელობა უკვე დანაშაულია. აღარ შეიძლება ეს, არ შეიძლება მე შემძრა იმან, რომ ადამიანი მოგიწოდებს 4-ში აგერ მოდიო და ქურდის ქორწილში მიდის. ქურდის შვილის ქორწილში მიდის. აგერ გუშინ წინ. ეს არ არის შეურაცხყოფა ამ ქვეყნის. ჩვენ გადაგვიარეს. დგება ჯვართამაღლება, ჟიული შარტავა, ამისთვის შეეწირა ქვეყანა ჟიული შარტავა? ამისთვის შეეწირნენ ის ბიჭები, რომლებიც იბრძოდნენ იქ? რომ თქვენ ასე გეპარპაშად ასეთი მდიდრები ყოფილიყავით, ასე მილიონერები გამختარიყავით და საქართველო ყოფილიყო 21 საუკუნის ფეოდალური ქვეყანა, მდიდარი მონების ქვეყანა? მდიდარი მონების ხელისუფლება ყოფილიყო? თუ მონა არ ახარ, მდიდარი ვერ გახდები. ეს ასისტემაა ეს, აი ეს სისტემაა შესაძლებელი. მოაზროვნე უნდა იყო რომ მდიდარი გახდე. და არა მონა. და ამაყი უნდა იყო და ძლიერი უნდა იყო და არ უნდა გიშინოდეს. ხმამაღლა მოსაზრების გამოთქვა და თუნდაც ვინმესთვის ხარდაჭერა. ამერიკაში გამოდიან და ამბობენ მეწარმეები, მე იმას უჭერ მხარს, მე ურთიერთ საწინააღმდეგო იმას უჭერენ მხარს. რატო? იმიტომ რომ იქ არ ეშინიათ. აქ ჩვენთან ეს არის ხელისუფლებაში უყვართ. ეს არის მდიდარი მონების ხელისუფლება. მონა არ ახარ ვერ გახდები მდიდარი. ვერ შეინარჩუნებ სიმდიდრეს თუ მონა არ გახდები. ამ სისტემით მინდა ვიცხოვროთ. ესაა საქართველოს მომავალი. ეს ვერ იქნება საქართველოს მომავალი. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე კი არა უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო უნდა განთავისუფლდეს ქურდული გავლენებისაგან, საქართველო უნდა განთავისუფლდეს, ქურდებიც უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკოსებისაგან და პოლიტიკოსებიც უნდა განთავისუფლდნენ ქურდებისაგან და საქართველო უნდა განთავისუფლდეს იმ ხელისუფლებისაგან, რომელსაც უყვარს ფული და ძალაუფლება. ესაა დღეს ამოცანა, ეს სისტემაა საჭირო. მე რატო ვარ 4 რიცხვის წინააღმდეგი ვამბობ, რომ საბედისეროა ეს რიცხვი 4. რატომ? იმიტომ რომ იმდენად კორუმპირებულია ეს ხელისუფლება. ყველაფერი დასაკარგავი აქვს მას. მას ვარაფერი კონდეს დასაკარგავი არ იქნებოდა საშიში. მას ყველაფერი დასაკარგავი აქვს. ამიტომ ყველაფერზე წავა. ყველაფერზე. მაშასადამე ის შეინარჩუნებს ძალაუფლებას. მის მაინც დამთავრდება რამდენიმე თვის შემდგომ, გარკვეული პერიოდის შემდგომ. მაგრამ შეინარჩუნებს რამდენჯერმე იყო ეს ხელისუფლება დასრულებული, მაგრამ ყოველთვის მიეხმარა ოპოზიცია, რომ გაეხანგძლივებია თავისი ყოფნა ხელისუფლებაში. იგივეს უკეთებენ ეხლაც. ხელებს ჩამოუშვებს ხალხი უკვე იმის შემდგომ 4 რიცხვში ვამბობენ 8 საათზე უნდა გადაგვაბარო, ვინ ხარ შენ? ტარიელ იმისი რა ქვია მას პაატა ბურჭულაძე, ტარიელ გონიანის შვილის ქორწილში იყავი გუშინწინ და იმის ერთი დღით ადრე ვიდრე იქ მიყიდოდი, გამოაცხადე რომ 8 საათზე ძალაუფლება უნდა გადაგვაბაროს. შენ გადაგაბარონ? მე გადამაბარონ? რატომ? ვინ ვარ ჩვენ? და საერთოდ რო ლაპარაკობ ჩვენ ვიცით რა უნდა ვინ ხართ თქვენ? რა მიდით სადმე უნივერსიტეტში პროფესურას შევხვდით, აკადემიაში მიდით, წერლებს შევხვდით, ვიღაცა უთხარით რა ბატონო და მოიწვიეთ, თქვა თუნდაც ისინი და უთხარით მოდი დავდეთ ხალხის წინაშე. ხალხო და მოდი დავილაპარაკო და ხალხმა დაინახოს ვინ არის. ჩუმად სადღაც ზიან რაღაცას ლაპარაკობენ, დავალებებს იღებენ გარედან. ერთი დავალებებს იღებს რუსეთიდან, ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი დავალებებს იღებს
ესე იგი აი ამ ულტრალიბერალებისგან. ერთი აფინანსებს, მეორე აფინანსებს. ეს არ არის საქართველო. ეს არ არის საქართველო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ნამდვილი საქართველოსთვის. ეს არის სამდრო სასიცოცხლო ბრძოლა. ეს სხვა ის არ ამაქვს. დღება ჯვართამაღლება. დიდი დღეა. ჯვრის ძალით უნდა გავიმარჯვოთ. ჯვრის ძალით. რკინის ჯვარზე ვიყავი. უკვე 2000 წლიდან ავდივარ იქ. თუ რამდენიმე თქვენ რომ 19 ფერის თვალებას ყოველთვის ვიყვარი. ანდრია პირველწოდებულმა სულონ კანარელმა და მათადამ რკინის ჯვარი აღმართეს პირველი საუკუნის 30-იან წლებში. და ითქვა რომ ეს არის მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი, უფლის ქვეყანაა. უფლის ქვეყანაში ქართველებს უნდა ბაძევებდეთ გარეთ და უნდა მოდიოდნენ სხვა ტომები. ესაა უფლის ქვეყანა. უფლის ქვეყანას უფლის დავალება აქვს შესასრულებელი. უფლის დავალება შესრულდება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მორალი და ზნეობა იქნება. ინტელექტი, მორალის ზნეობა იქნება წინ. წმენა იქნება წინ. და არა ქურდების იქნება ეს ქვეყანა. და არა ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულების. განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. წმენის ადამიანთა ხელისუფლება. პიროვნებათა ხელისუფლება. პროფესიონალთა ხელისუფლება. ესაა მეცნიერთა კონგრესის პროგრამები. მეცნიერთა კონგრესის პროექტი ეს არის რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ ფულისა და ძალაუფლების მოყვარულები და საქართველო განთავისუფლდეს ქურდული მენტალიტეტისაგან. ქურდის დაისვენებს, ქვეყანას დაისვენებს, ხალხის დაისვენებს. არ არის ეგ მარტივი ბრძოლა. ასე ადვილად ნუ შეხედავთ. და არ არის ჩემი გამოსვლა ადვილი. შეიძლება იმ ხალხი ვისაც უნდა შეუერთო, ეხლა ისინიც კი შეშინდნენ გამოსვლის შემდგომ. ან კიდე ვინც მოისმენს იმ გადაცემას, ხვალ შეიძლება ბევრმა ნაცნობა არ მითხრას, მაგრამ არა უშავს. მე მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს. მე არ მინდა ბრმადაბრული ტაში. მე მინდა გაცნობიერებული. გაცნობიერებული იმისთვის მეც და სხვასაც უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს ქვეყანა ღვთის ქვეყანაა. და მე მაქვს გარკვეული ვალდებულებები. უწესიერესმა კაცმა თამაზ იმედაძემ მომკიდა ხელი და დამაყენა სხვა გზაზე მივდიოდი მეცნიერების გზით და ჟიული შარტავამ ესე იგი აი რა უცნობ ადამიანს აბსოლუტურად არავითარი საერთო ის ვარ ქონია, აი გეუნები რომ აი დედმამიშვილი და მშობელი ვერ გაგიკეთებს. ისეთ რამეს რაც მე გამიკეთა. მე მაქვს უფლება რომ სხვანაირი ვიყო, ვიდრე დღეს ვლაპარაკობდი. მე მაქვს უფლება რომ სიმდიდრეზე ვიყო და ფულზე ორიენტირებული? მასე რომ ყოფილიყავი ორიენტირებული, ყველანი ჭიათურას ზესტაფონში გამდიდრდნენ, ბიზინევანიშვილი ჩათვლით. მონაგონი იქნებოდა მათი ფული, ჩამოდებით მოქონდათ. რომ მიმეღო. მაგრამ შუბლი უნდა კონდებოდა სკელი და ხალხისთვის უნდა გეღალატნა. ვამთავრებ იმით, რაც შვანაწილში ვთქვი. ჟიული შარტავამ მე ვნახე ხელება აპყრობილი და ევედრებოდა უფალს. მე წამიყვანე ოღონდ ეს ქვეყანა გადაარჩინეო. ყველა ღირსეულმა ადამიანმა უნდა თქვას. ვინც საჭიროა მსხვერპლად ყველა შევეწიროთ, ოღონდ ეს ქვეყანა განთავისუფლდეს. ქურდული მენტალიტეტისაგან ეს ქვეყანა განთავისუფლდეს იმ ხელისუფლებებისაგან, რომელსაც ფული და ძალაუფლება უყვართ. და ღმერთო საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში არც ქურდული მენტალიტეტი და არც ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება. ასე მინდა მოგილოცოთ ჯვართამაღლება და ასე მინდა იმ ბიჭების წინაშეც ვიყო მართალი, ვისთან ერთად აიღოთ იმაში შევედი თვითმფრინავში, როდესაც ჟიული შარტავაც და ვაჟარო თქიფანძეც ეკავდნენ, რომ ეს თვითმფრინავი, ყველა თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოფრინავდა სოხუმისკენ, ყველა თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოფრინავდა სოხუმიდან. და ამიტომ გადაწყვეტეთო, თუ გადაწყვეტენ ბიჭები წამოსვლას, ქალაქის მერი არ წამოვიდესო. თვითმფრინავში მე ხალხს თუ კიდე ამითვალე, რომ გამეცილებია ხალხი, მაგრამ როცა ეს გავიგე პირველი შევედი, როცა ნაირაშვილმა მითხრა, რომ ასეა და შენ არ შეხვიდეო, არა მე ვთხარი, როგორ შეიძლება ეგეთი რამე გავაკეთო? ეს თვითმფრინავი რო არ ჩაფრინდეს, მე ხო გაფუჭებული კაცი ვარ, რომ არ შევედი იმ თვითმფრინავში. და ეს თვითმფრინავი რო ჩაფრინდეს, იქ ხო კიდე ორჯერ გაფუჭებული კაცი ვარ, შიშარა და კურდღელი.
და გუბერნატორი და მერი არ შეიძლება იყოს ასე მეთქი და მე შევედი პირველი მადლობა მე ვფე კალისტრადეს რომ ჩვენ ერთად შევედით და ვზივართ ამ ბიჭებთან ერთად ჩავედით და რაღაც ის გავაკეთეთ და მე ეს გადავდგე ეს ნაბიჯი არა იმიტომ რომ მე ხმამაღლავო თქვენ როცა ფულს შოულობდით ვინ დღეს ხელისუფლებაში ხართ ბატონო ბიძინა თქვენ რომ ფულს შოულობდით მაშინ ჩვენ იმ თვითმფრინავში ვიჯექით რომელიც უნდა ჩამოვარდნილიყო ბიჭები იბრძოდნენ მაშინ როცა თქვენ ფულს შოულობდით ყველანი ვინც ხელისუფლებას და ოპოზიციაში ხართ და წითელ მოედანზე მღეროდით ბიჭები იხოცებოდნენ საქართველოსთვის მე ამ ბიჭებთან ვარ ამ ბიჭების სულთან ვარ და მე ამ ბიჭებს ვეუბნები ჩემგან ღალატი არ იქნება ან მე არ ვიქნები ცოცხალი ან თუ ვიქნები ცოცხალი ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი რომ ამ ქვეყანაში არ იყოს ქურდული მენტალიტეტი და ამ ქვეყანაში არ იყოს ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება ეს არის საქართველოს მომავალი მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ ილოცავთ ჯვართამაღლების დღეს და კინის ჯვრის ძალით გავიმარჯვებთ ჩვენ სიკეთე გქონდეთ